მოგესალმებით game developer-ებო. სტაბილური FPS-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თამაშში. პირველი პრობლემა ამის არის ის, რომ სტაბილური FPS-ის შენარჩუნება თამაშებში და განსაკუთრებულად მობაილში არც თუ ისე მარტივია და ასევე სტაბილური FPS-ი მნიშვნელოვანია შენ თამაშისთვის, რომ ყველამ შეძლოს თამაში. იმიტომ რომ არ უნდა დავჩაგროთ პლეიერები, რომელსაც კარგი hardware-ის ფული არ აქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ჩვენი თამაში გაეშვას ყველა device-ზე სტაბილური FPS-ით. დარიცხვის მანქანის display-ზეც კი. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებ ტექნიკებს, ალგორითმებს, რომელიც დაბუსტავს თქვენს FPS თამაში. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკები და ალგორითმები ძალიან ბევრი არსებობს და შეიძლება დღეები არ მეყოს ამ ვიდეოების ჩასაწერად, ან სასაუბროთ უბრალოდ ამაზე. ამიტომ ამ ვიდეოში გეტყვით ტექნიკებს და ალგორითმებს, რომელიც არის ჩათვალეთ ოქროს წესი, ანბანი, რომელიც ნებისმიერ თამაშზე ეს იქნება ყველაზე low poly ან უბრალოდ 2D მახიჯი თამაში, რომელსაც თვლით რომ არ ჭირდება ეს, იმიტომ რომ მაინც ყველა device-ზე გაეშვა, მაინც უნდა გაითვალისწინოთ. ხო, ეს ვიდეო არ არის მხოლოდ Unity developer-ებისთვის, იმიტომ რომ თუ შენ game developer-ი ხარ და აკეთებ თამაშს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ engine-ზე, რომელ ტექნოლოგიაზე, შეიძლება შენი custom engine-ი გაქვს. ეს ალგორითმები, რასაც აქ გამოვიყენებ, არის გლობალური ცნების, ანუ ნებისმიერ პროგრამირების ენაზე შეგიძლია იგივე გააკეთო, უბრალოდ ახსნი Unity-ის მაგალითზე, იმიტომ რომ ამჟამინდელი ჩემი ტექნოლოგია, რაზეც ვაკეთებ თამაშებს, ჯერჯერობით არის Unity. ხო, ვინც ისეთები მოხდით ვიდეოში, ვინც საერთოდ Unity არიცით რა არის, ან C#-ის არაფერი არ გაგეგებათ, მიდევს ამაზე ორივე კურსი Unity-ც და C#-ით შეგიძლიათ ნახოთ, აზრზე მოხვიდეთ და შემდეგ გააგრძელოთ ტავლა განათლების მიღება ჩემი ვიდეოებით. კარგი, ეხლა კი მოკალათით, ვინც ახლები ხართ, გამოიწერეთ არხი, ძველებმა დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყეთ. კარგი, პირველი მიდგომა, რაც დაბუსტავს თქვენს FPS და უფრო მეტ პერფორმანსს შესცენს, ეს არის occlusion culling-ი. ეს არის ყველაზე კრიტიკული, ასე ვთქვათ, ალგორითმი, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაიცვათ და კეთების დროს პირდაპირ გააკეთოთ. ეს არის, რომ დარენდერდეს ის ობიექტები, რომელიც მხოლოდ კამერაში ჩანს. ანუ კამერის გარეთ, ანუ ის ხედვის არეალი, რაც თამაში არის და კამერის გარეთ რა ობიექტებიც მოხდება, ეს იქნება ანუ შენობა, ქვა, ან enemy ან ნებისმიერ რამე, ის უბრალოდ არ უნდა გამოჩნდეს. ანუ რეალურად დარენდერებული არის სცენაში არსებობს, მაგრამ მისი გამოჩენა საჭირო არ არის, იმიტომ რომ კამერა ისედაც არ უყურებს. ამის ოფიციალური დოკუმენტაცია და საერთოდ ყველაფერი ამის შესახებ Unity-ის ოფიციალურ საიტზეა. ეხლა კი გადავიდეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. ხო, ვინც engine-ს არ იყენებთ და custom engine-ი გაქვთ, ნუ ცოტა კოდის წერა მოგიწევთ, რამდენიმე ლოგიკა, რომ დარენდერდეს ის, რაც კამერაში ჩანს, მაგრამ ნუ Unity შემთხვევაში აქ კოდის წერა არ გჭირდება და ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. მოკლედ განვიხილავ ამ ალგორითმებს ჩემი მიმდინარე პროექტის მაგალითზე, რომელსაც ორი დევლოგი უკვე მიდევს და მესამეც ხვება, ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ. კარგი, ეხლა როგორ გავააქტიუროთ ეს ყველაფერი Unity-ში? აქ აქვს ჩვეულებრივი რუკა რა map-ი environment-ი, ნუ რასაც ვეძახით, რომელიც მდებარეობს აი აქ. ეს არის ერთი prefab-ი და ნუ ეს არის parent-ი და child-ები არის ნუ უამრავი prefab-ი, რომელსაც აქ ხედავთ იდეაში. პირველ რიგში occlusion culling-ი რო გავააქტიუროთ Unity-ში, ამისთვის გადავდივართ window, შემდეგ rendering და occlusion culling-ს ვიპოვით აი აქ. ამას როდესაც დააწვევით, ნუ ეს შეიძლება ესე დამოუკიდებლად გამოგიხდეთ ეს ფანჯარა, ამიტომ მე უბრალოდ აი აქ მაქვს ჩასმული და ნუ თქვენ სადაც გეკომფორტულებათ Unity-ში, იქ მოვათავსეთ. პირველ რიგში რას ვაკეთებ? სცენაში, ანუ გარემოში ნებისმიერი ნაწილი, რაც არ არის დინამიურად მოძრავი და უბრალოდ უსულოა და დგას, სასურველია რომ მონიშნოთ აი აქ static checkbox-ით. როცა იმ კონკრეტულს და ნუ ყველა იმ items map-ზე, რაც ინტერაქციაში არ შედის, gameplay-ში არ მონაწილეობს და უბრალოდ ცარიელი prefab-ია, ნიშნავთ statics, აი ესე, ნუ ამით დაეთანხმებით, რომ მაგალითად შიგნით children-ები რაც აქვს, ნუ ისინი static-ი გახდესო და ამით Unity-ს ეუბნები, რომ ამ ობიექტს real-time პროცესები არ გჭირდება, ზედმეტი პროცესორის ან GPU-ს ასე ვთქვათ thread-ები არ დახარჯოს და ეუბნები რომ ეს ასე ვთქვათ ობიექტი gameplay-ში უბრალოდ არ მონაწილეობს. ნუ აქ შეგიძლიათ უпроსტად უმჯობესია everything-ი აირჩიოთ, რომ ყველაფერზე იმოქმედოს ამ static-მა. შემდეგ occlusion tab-ში გადავიდეთ და ძალიან მარტივად, ანუ მოვნიშნავთ იმ prefabs, რომელზეც გვინდა რომ ეს occlusion ალგორითმა იმუშავოს. ნუ აქ არის option-ები, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ default როგორც არის ესე დაწვავოთ და აწვევით bake. მორჩა, ეს ობიექტი უკვე შეყვანილია ჩათვალე იმ კონტეინერში, სადაც არ უნდა დარენდერდეს. ესე მონიშნავთ საერთოდ ყველას, რაც აქ არის, აი ესე და
ყველას ერთად რომ უნიშნავთ კონტროლით და მაუს ერთის კლიკით დააწვევით bakes და უკვე ყველა შევა ამ კონტეინერში. ეხლა კი შეგვიძლია დავტესტოთ. ხო, კამერას რაც შეეხება რამდენიმე ოპშენი უნდა გავააქტიუროთ რომ ამ ალგორითმა იმუშაოს. უბრალოდ რამდენიმე არა. ერთი occlusion culling-ს უბრალოდ აი ესე enables გავუკეთებ და ეგ არის. და რეალურად ეხლა რომ გავტესტოთ მართლა მუშაობს თუ არა ეს ყველაფერი, თვითონ place režimში თამაში არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ შენ მაინც დაინახავ იმ ყველაფერს რაც კამერაში რენდერდება და კამერის იქეთ ვერ დაინახავ, ამიტომ სცენაზე უნდა მოვახდინოთ ამის სიმულაცია. ამისთვის შეგიძლიათ occlusion tab-ი უბრალოდ გააქტიუროთ და იაქვევით edit-ის მაგვრად visualize აირჩიოთ, აი ესე. ეხლა ნახავთ ზუსტად ამის ვიზუალიზაციას თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, კულისებში. აი დააკვირდით, ეს არის კამერის არეალი, რასაც ეხლა კამერა უყურებს და აქეთ game-ის განყოფილებაში ჩანს ეს ყველაფერი. როგორც კი კამერას ვამოძრავებთ და ის ობიექტები რაც მოხდება კამერის გარეთ, უბრალოდ აღარ ჩანს. ანუ არ არენდერებს და დამიჯერეთ ამით ძალიან ბევრი პროცესები იზოგება კომპიუტერში და ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ კრიტიკული ფაქტორი რომ გაზარდო ასე ვთქვათ შენი FPS-ი თამაშში. შემდეგი ალგორითმი რომელსაც გამოვიყენებთ ეს არის LOD algorithm, ანუ level of details ალგორითმი, რომელიც აკეთებს 3D მოდელზე, ეს ეხება 3D პროექტს 2D-ზე და ამას ვერ გამოვიყენებთ, რომელიც უკეთებს 3D მოდელს პოლიგონების ცვლილებას კონკრეტული დისტანციის მიხედვით. კარგი, მოდით სანამ უშუალოდ ამას გავაკეთებთ, შესავალი გავაკეთოთ საერთოდ როგორ მუშაობს და რას აკეთებს და რის ხარჯზე იმატებს FPS-ი ჩვენს თამაში. ეს LOD არის მექანიზმი, რომელიც 3D mesh-ს, ეს იქნება ნებისმიერი 3D მოდელი, შენობა, ქარაქტერი არ აქვს მნიშვნელობა, აკლებს პოლიგონების რაოდენობას. ნუ როგორც ვიცით, ნებისმიერი 3D მოდელი შედგება პოლიგონებით, რაც უფრო მეტი პოლიგონია 3D მოდელში, მით უფრო დეტალიზირებული და ლამაზია, მაგრამ ამას აქვს მეორე უარყოფითი მხარე თამაში, რაც უფრო მეტი პოლიგონია და რაც უფრო დეტალიზირებული 3D მოდელი გვაქვს. ეს ამას უფრო ჭირდება საკმაოდ ძლიერი GPU და საკმაოდ ძლიერი მონაცემების hardware-ი, რომ სტაბილური FPS-ი იყოს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რაღაც performance-ი შევიმუშავოთ, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ. მაგალითად, პირველი ფაქტორი არის ის, რომ მოდით აქთან იმიჯების ხარჯზე გაჩვენებთ. აი, აქ ხედავთ ერთი და იგივე ქარაქტერს სხვადასხვა პოლიგონების რაოდენობით. ნუ ეს არის საკმაოდ high პოლიგონიანი ქარაქტერი, როგორც ხედავთ, დეტალიზირებულია, დააკვირდით სახეს, sharps და რაღაცას. ეს არის უკვე middle range პოლიგონები, სადაც უკვე აი ეს კვადრატული რაღაცები ეტყობა და ნუ ეს არის უკვე low poly, სადაც ფაქტობრივად სიმახინჯეს ხედავთ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი რაღაც თამაში ძალიან შორიდან გამოჩნდა ეს ქარაქტერი, რეალურად როცა შორიდან უყურებ ქარაქტერს, შენი თვალი მაინც ვერ აღიქვავს რამდენად დეტალიზირებული, ამიტომ რომ ის არის რეალურად შორს. ამიტომ საერთოდ არაა საჭირო, რომ ამას ბევრი პოლიგონი გქონდეს, გულისხმობ შორმანძილზე, როცა ახლოს მოვა, უკვე შეიძლება ბევრი პოლიგონის გაკეთება, რადგან თვალი უფრო დეტალიზირებულად აღიქვავს. სწორედ ეს მეთოდი დაგვეხმარება ოპტიმიზაციაში, ანუ ამ სისტემის თავი რულსი არის ის, რომ როცა ობიექტი იმყოფება შორს, პოლიგონები დავაკლოთ და შევსუბუქოთ hardware-ს, რომ თამაში უკეთესად ამუშაოს, FPS-იც სტაბილური იყოს და პოლიგონები პროპორციულად გავზარდოთ, როცა კამერა მივა ახლოს, იმიტომ რომ თვალისთვის უფრო აღსაქმელია. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად ზოგიც Blender-ში ან ნებისმიერ 3D software პროგრამაში, ვინც აწყობს ამ მოდელებს, რამდენიმე ვარიაციას აკეთებს, მაგალითად high poly version-ი, middle poly version-ი, low poly და შემდეგ Unity-ში კამერა ან ნებისმიერ თამაში კამერის მიახლოებასთან დისტანციის კალკულაციის მიხედვით ცვლიან ამ ყველაფერს, მაგრამ Unity-ში ეს ყველაფერი უკვე ჩაშენებულია და შეგვიძლია ნებისმიერ 3D მოდელს ჩვენვე შევუცვალოთ დისტანციის მიხედვით პოლიგონები. მოდით ახლა გავაკეთოთ მაგალითი. მე აქ მაქვს მაგალითად ავიღოთ პირველი მოდელი, მაგალითად ეს მწვანე მოდელი. პირველ რიგში, ნუ ახლა აქ LOD სისტემა გააქტიურებულია და მუშაობს, მაგრამ მოდი თავიდან გავაკეთებ, რომ თქვენც ნახოთ. პირველ რიგში 3D ობიექტს უნდა მივუთიოთ, რომ LOD-ისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამისთვის გადავდივარ თვითონ ამ მოდელზე, ეს mesh-ი აქ. და აი აქ როცა თქვენი კონფიგურაცია შეგვყავს, ნუ ამათ აღარ განვიხილავ, ყველას ინდივიდუალურად გექნებათ იდეალბლათობით. აი აქ უნდა მოვუშნოთ generate mesh LOD-s. აი ეს. შემდეგ შევდივართ edit project setting და აქ ვეძებთ quality განყოფილებას და აი აქ შეგხვდებათ level of details-ის ესეთი გრაფა. მართავს იმას თუ რა დონეზე დააკლოს პოლიგონები რა ლეველით არის mesh LOD threshold-ი. ნუ ეხლა მიყენია 7-ზე და 7-ზე გამოიყურება აი ესე. დააკვირდით, მოდი სცენას გავუსრდი. ეხლა ვარ ახლოს და გამოიყურება ესე, როგორც კი დავშორდები. აი, დააკვირდით, პოლიგონები დააკლდა. კიდე უფრო თუ შორს გავალ, უფრო დამახინჯდა, უფრო დააკლდა და აი ესე გამოიყურება უკვე ძალიან შორიდან. როგორც კი ახლოს მივდივარ, პოლიგონები ემატება. იგივე ემართება, ნუ აი
ამ ქარაქტერებსაც. აი, ნუ ამას ახლა ცუდად დაკლდა, ეს საერთოდ გამახინჯდა. და ესე გამოიყურება შორიდან, როგორც კი ახლოს მივალთ, პოლიგონები იმატებს. და ანუ რა თქმა უნდა, ეხლა მე რო აქ ჩავწერო პირობითად 20 ეს ყველაფერი შეიცვლება. გულისხმობ, ანუ უკვე ძალიან ახლოს დაგჭირდება მის რომ დეტალიზირებული გახდეს და მალე დააკლებს დისტანციაზე პოლიგონებს და ნუ ამ შემთხვევაში ჩემი თამაშის კამერიდან გამომდინარე 7 საკმაოდ ადეკვატურია, ამიტომ მოდით დავტოვოთ 7-ზე. შემდეგი რასაც განვიხილავთ, ეს არის low render scale-ი. ხშირ შემთხვევაში დავწყები დეველოპერები, როცა თამაშს აკეთებენ, ნუ განსაკუთრებით ეს mobile-ს ეხება, იმიტომ რომ mobile-ი ყველაზე პრობლემატური, ნუ საკმაოდ სუსტი device-ია 3D თამაშისთვის, ამიტომ მაქსიმალურად პერფორმანსი ჭირდება, რომ FPS-ი შეინარჩუნო. ბევრი უბრალოდ render scale-ს არ უცვლის თამაშს, იმიტომ რომ ხარისხი არ უნდა დაკარგოს, მაგრამ მოდი გასწავლოთ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საერთოდ როგორ უნდა გავაკეთოთ ამის მენეჯმენტი mobile თამაშებისთვის. მოდი მარტივად ავხსნათ, რატო არის render scale-ი საჭირო mobile თამაშებისთვის და როგორი option-ი უნდა მისცე მოთამაშეს. ჩემი ერთ-ერთი სცენა და ამჟამად ვიყოფები 1920-1080 portrait ვერსიაზე, ანუ portrait full HD ვერსიაზე და ჩემი ამჟამინდელი მონიტორი, სადაც ამ ვიდეოს ვიწერ და ამ ყველაფერს გაჩვენებთ, ჩემი მონიტორიც არის 1920-1080, ანუ full HD რეზოლუციის. მე ხა გააქტურებ მაგ ჩემი სკრიპტიდან dev mode, იმიტომ რომ ეკრანზე გამოვიტანო რეზოლუციების, ასე ვთქვათ, სტატისტიკები და ეხა render scale-ი მიყენია 0.5-ზე. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი native რეზოლუციის და native რეზოლუციაში იგულისხმება ის კონკრეტული display ან ტელეფონის display მონიტორი, რაც ეს თამაში გაშვებულია, იმის 0.5 რეზოლუცია. ეხლა მე რო დავსტარტო თამაში, რეზოლუციის ინფორმაცია გამომაქვს აი სადღაც აქ. რეალურად device-ის რეზოლუცია არის როგორც თქვი 1920-1080, ჩემი მონიტორი და game რეზოლუცია არის 540x960, ანუ გაცილებით მცირე, რაც არის ჩემი native, ასე ვთქვათ, device-ის რეზოლუცია. როგორც კი მე ამას ავწერ პირობითად მაგალითად 0.7-ზე, ეს render scale უფრო გაიზრდება და ნუ ეხლა game რეზოლუცია არის 756x1344-ზე და ხარისხი გაცილებით უფრო უკეთესია. როგორც კი render scale-ს ავწევ 1-ზე, ეს ნიშნავს, რომ 1 არის უკვე შენი native რეზოლუცია და 4K მონიტორიც რომ კონდეს, რეალურად გაიშვება 4K რეზოლუციაზე, მაგრამ ამის თავარი პრობლემა არის, რომ შეიძლება მოთამაშეს, რომელსაც შენ render scale-ის არჩევანი არ მიეცი და თამას უშვებ native რეზოლუციაზე, შეიძლება იმას აქვს 4K მონიტორი, მაგრამ არ აქვს სათანადო GPU, რომ 4K გამოსახულებას გაუძლოს, რის ხარჯზეც დაუვარდება FPS-ი. სწორედ ეს პრობლემა არის ხშირი mobile-ზე, იმიტომ რომ mobile device-ებს დღესდღეობით ძალიან მაღალი რეზოლუციის display აქვს და ასევე DPI პიქსელების რაოდენობა. შესაბამისად, თამაშის render scale-ის გარეშე native რეზოლუციაზე გაშვება, გამოიწვევს იმას, რომ ექნებათ low FPS-ი, მაგრამ სამაგეროდ idеალურ ხარისხზე გაიშვება თამაში, მაგრამ FPS-ის პრობლემები ექნებათ. ნუ ამიტომ default-ად შეგიძლიათ გააკეთოთ render scale-ი გაანახევროთ 0.5-ზე გაუშვათ და მირჩეთ setting-ებზე არჩევანის უფლება, მაგალითად low-ს თუ აირჩევს იყოს სადღაც 0.3, რაც მართლა მახინჯობაა, აი დრო ნახოთ ახლა. აი ესე გამოიყურება ახლა 0.3, არ ვიცი წინადან თუ ასე ვთქვათ ამჩნევ ცვლილებებს, მაგრამ ეხლა ჩემთან საკმაოდ შესამჩნევია. შემდეგ მაგალითად graphic mode middle აწიოთ 0.5-ზე და ბოლო გააკეთოთ ultra, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს 0.7 და native, რომელზეც შეგიძლიათ უკვე 1 გაუშვოთ, დიდი ალბათობით პრობლემები მაინც ექნება, მაგრამ მისი არჩევანია. მაგრამ by default-ად გირჩევთ, რომ 0.5-ზე გაუშვათ. ეხლა სად ჯანდამიდან მოვათრიე ეს render scale-ი, ეს არის ჩემი game manager სკრიპტი, რომელშიც ამის გარდა უამრავი რაღაცა, მაგრამ კონკრეტულად ამ დეტალს გაჩვენებთ, რომ თქვენ სკრიპტში გამოიყენოთ და შეცვალოთ. render scale-ი თავარი მეთოდი, ნუ პირველ რიგში render scale-ს აცხადებთ სვლად, სადაც უნდა მიანიჭოთ value გარეთ ინსპექტორიდან და რეალურად რითაც შეცვლით render scale-ს არის URP ასეთიდან შეგიძლიათ გამოიძახოთ render scale, ასე ვთქვათ, ასეთი კიდე შეგიძლიათ აიღოთ universal render pipeline-იდან, თუ თქვენ URP-ს იყენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ამგონია დღეს ვინმე Unity-ში თამაში URP-ს გარეშე აკეთებდეს. ამიტომ აი ეს ერთი კოდი აკეთებს რეალურად ყველაფერს. აი უბრალოდ render scale-ის შეცვლით, თქვენ თამაში შეცვლით თქვენ render scale-ს. თუ ვინმე ისეთი ხართ, ვინც უბრალოდ თუ ვინმე ისეთი უყურებთ ვიდეოს, ვინც URP არიცით რა არის, ნუ წესით ამაზე არ არის გათვლილი, იმიტომ რომ ეს ვიდეო beginner-ებისთვის არა, ცოტა advanced ტიპებისთვისაა. beginner-ების ვინც არის ვიდეოს დასაწყისში ვახსენ, რომ შეგიძლიათ ჩემი Unity-ის კურსი ნახოთ და C#-ის, მაგრამ მაინც ვიტყვი URP არის იგივე universal render pipeline, რომელიც ცალკე არის დაშენებული Unity-ზე, უბრალოდ Unity-ზე, რომელიც მოიცავს post processing-ს, უფრო უკეთეს light-ებს, shadow-ებს და ასე შემდეგ, ამიტომ თამაშს რაც შეეხება აი მსგავს დეტალებს და ასევე რეზოლუციას რაც ეხება, უნდა
დაიმუშავოთ URP-ს და არა უბრალოდ თამაშის native codes. ეხლა განვიხილავთ object pooling algorithms, რომელიც იდეაში წეღან რეებიც განვიხილეთ მაგაზე ბევრად მნიშვნელოვანია და object pooling-ის გარეშე გამოყენებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად ტყვის ავტომატური სროლა, enemy spawning-ი ან რამის სისტემატიური spawning-ი, რასაც სცენაში ინიციალიზაცია ჭირდება და უნდა ჩაიტვირთოს და ამას აკეთებ სწრაფად, ანუ სწრაფში უკვე ორი მაგალითი მოვიყვანე, ეს არის სროლა ან enemy-ის სწრაფი spawning-ი, პირდაპირ მნიშვნელობით კლავ შენ თამაშის FPS. ამიტომ ეხლა განვიხილავთ ალგორითმს, რომელიც ამ ყველაფერს დაასტაბილურებს. კარგი, მოდი ვნახოთ საერთოდ რა ჯანდაბაა ეს object pooling-ი, როგორ და რატომ გამოიყენება. მოკლედ, object pooling-ის ალგორითმი სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავწეროთ, უბრალოდ Unity-ში უკვე ამისთვის object pool ობიექტი შექმნეს, რაც უფრო გვიმარტივებს ამ ალგორითმთან მუშაობას. მოკლედ, ეს არის ალგორითმი, რის მიხედვითაც მინიმუმზე დაკავს სცენაში ინიციალიზაცია game ობიექტების და მოდით ყველაზე მარტივად გასაგები მაგალითი ამისთვის იქნება shooting სისტემა. ეხლა ვსერჩავდი და იდეალური ფოტო ვნახე, სადაც ზუსტად მიხვდებით თუ object pooling-ი რას აკეთებთ. წარმოვიდგინოთ სროლის სისტემა object pooling-ის გარეშე. პირველი რაც ხდება create-ი, ანუ ინიციალიზაცია ხდება bullet-ის prefab-ის სცენაში, ანუ იქმნება, ნუ შემდეგ მიდის და ან სცენიდან გასულით ან რამეზე მოხვედრით, ეს bullet-ი განიცდის destroy-ს, ანუ სცენიდან ვიღებთ საერთოდ. ეს ასე ვთქვათ, პროცესი რო ავიღოთ რაღაცის შექმნა სცენაში კოდით და შემდეგ იმისთვის destroy-ის გაკეთება, ანუ სცენაში რაღაცა preload-ის გაკეთება და შემდეგ იმის ამოგლეჯვა, საკმაოდ ძიმე პროცესია პროცესორისთვის, იმიტომ რომ რეალურად შენ ქმნი ახალ ობიექტს და შემდეგ იმ სცენიდან იღებ. ეს რომ ერთხელ ორჯერ ან იშვიათად გააკეთოს სცენაში პრობლემა არა, მაგრამ ავტომატურ შუთინგი არის მომენტ, სადაც შეიძლება 0.5 წამში ერთხელ გიწევდეს სროლა ან 1 წამში ერთხელ გიწევდეს სროლა და ანუ ეს უკვე ხშირი პროცესია და ესეთი ხშირი create და destroy პირდაპირ კლავს შენს FPS. ეხლა როგორ მუშაობს ეს ჩვენი object pooling-ი? რეალურად შენი fire rate-დან გამოთვლის მიხედვით, ანუ მაგალითად შენი ავტომატიანი იარაღი რამდენ წამში ერთხელ ისვრის იმის მიხედვით, პირობითად იყოს მოდი ეს 1 წამი, ანუ 1 წამში ერთხელ ისვრის ავტომატურად ტყვიას, იმის მიხედვით ერთხელ ქმნი maximum prefabs ამ ბულეთების, მაგალითად 2, 4, 5, 6, 7, 8, 9 არის შემთხვევაში, ამ 9 ბულეთს ჩატვირთავს სცენაში და ამ ყველაფერს ანაცვლებ უბრალოდ set active მეთოდით. წარმოიდგინე, მოვიდა პირველი ბულეთის სროლის დრო, create-ის მაგივრად, ამას უბრალოდ აჩენ, იმიტომ რომ ამის create-ი უკვე გაკეთებულია, შემდეგ bullet scripts მიყავს ეს ტყვია და რამეზე შეჯახებით, ან რაზეც იდეაში destroy უნდა გაგეკეთა, უკეთებ უბრალოდ პოზიციების reset-ს. ან წარმოიდგინე, bullet-ი მივიდა, გაქრა, პოზიციით დაბრუნდა 0-ზე, იმიტომ რომ წამოსვლა არ დაინახო, აქ გაქრობა საჭიროა და მერე წამოვიდა თავიდან. რეალურად იგივე bullet-ებს ატრიალებ ერთი და იგივე მიმართულებით, შედეგი გაქვს იგივე, საბაგიეროდ create და destroy აღარ გიწევს და შენი FPS-ი პირდაპირ მნიშვნელობით იბუსტება. მოდით ახლა ცოტა გამიგრძელდა ამ ფოტოზე საუბარს, მაგრამ იდეალური ნახაზი იყო. даже იმაზე უკეთესად ახსენი ვიდრე ეხა ჩემს სცენაში უნდა გიხსნათ. აი მაგალითად object pooling-ს მე ვიყენებ enemy spawning-ზე, იმიტომ რომ enemy spawning-იც ავტომატურად ხდება, რაღაც დროის მიხედვით spawnd-ებიან ეს enemy, პროსტორად მტრები. მაგრამ მოდით განვიხილოთ shooting ვარიანტზე, რადგან თამაშის დასტარტვა მომიწევს spam point ცოტა ხანი გავთიშო, რომ enemy-ები აღარ წამოვიდნენ, იმიტომ რომ მოვკვდები. და მოდით განვიხილოთ ეხა ჩვენი სროლის სისტემა, აქ პირდაპირ დავსერჩავ bullet, როცა ვისვრი bullet-ები დაინახოთ. კაი, რა ხდება ეხა სცენაში? აი ეს ნაწილი შეგიძლიათ დაიგნოროთ და ყურადღება მიაქციეთ აი იმ ნაწილს. აი აქ ტყვიებს, რასაც ხედავ, რასაც ისრის პერსონაჟი არის აი ეს prefab-ები, აი და რეალურად როგორც ხედავთ უსასრულოდ ისვრის ტყვიებს, მაგრამ ახალი ტყვიები ყოველ ჯერზე არ იქნება. ეს ტყვიების prefab-ები ერთხელ შეიქმნა იმდენი, რამდენი fire rate-ით გამოთვლილია კოდში აი აქ და უბრალოდ set active მეთოდებით, ასე ვთქვათ, ხდება მისი გაჩენა, პრობა და პოზიციის reset-ი. აი მაგალითად ერთ ტყვიას დავაკვირდეთ, მაგალითად აი ამას. Z position-ი რაც არის რეალურად გაქცევა, დააკვირდით მიდის რაღაცაზე, მერე reset-დება მინუსებში, მიდის, მერე reset-დება. და ასევე აი ეგ set active-ი თამაშობს, ანუ კრება, ჩდება და ასე შემდეგ. ეს არის object pooling-ის იდეალური მაგალითი. მოდით ახლა კოდის დონეზე გაჩვენებთ. ოღონდ ეს ცოტა გაჭირდება, იმიტომ რომ მე ცოტა advanced ლოგიკა მაქვს და
object pool-თან ერთად ძალიან ბევრი ფუნქცია მაქვს, მაგრამ ვეცდები კონკრეტულად ეგ party გაჩვენოთ. დაახლოებით ეგეთია, bullet-ის სკრიპტი იდეაში object pool-თან არაფერ შუაში არა, აქ უბრალოდ წერია ის, ასე ვთქვათ, ფუნქციები, რამაც უნდა გააკეთოს damage-ი, რამაც უნდა სისწრაფე განსაზღვროს, გააქციოს ეს ტყვია და ასე შემდეგ. მთელი მუღამი არის აქ gun script-ში და აი ეს განყოფილება არის pool-ის setting-ი. მაგ default pool size-ი, ასე ვთქვათ, ჩატვირთვაზე რამდენი prefab-ი bullet-ები ჩაიტვირთოს და maximum pool size-ზე რაზეც მეტზე არ უნდა გაუშვა, შეიძლება რაღაც მომენტში გამეპაროს, რაც ასევე performance-ზე დამარტყამს. როგორ რაღაცას ვაკეთებ აქ? ვქნი object pool ტიპის bullet-ის ცვლაც, ანუ ამის მაგერად ჩვეულებრივად შეგიძლიათ game ობიექტების array-ს გამოიყენოთ, ეს პრობლემა არ იქნება, უბრალოდ ამას ის თვისებები, რაც array-სთან სამუშაოდ დაგჭირდებათ, უკვე ახლავს, იმიტომ რომ პირდაპირ object pool-ისთვის გათვალეს. შემდეგ ხდება ეგეთი რაღაც, object pooling-ის ობიექტს ვქნი, რომელიც განსაზღვრავს ფუნქციებს, ჩემი individual-ად იქნება ეს მორგებული თამაში, ამ შემთხვევაში მე ეს option-ები დამჭირდა. და აი მივედით უკვე shoot ფუნქციაზე, ეს არის shoot ფუნქცია, რომელიც ასე ვთქვათ, ყოველ fire rate-ის გააქტიურების დროს გამოიძახება, რაც რეალურად თითო ტყვიას ისვრის. და bullet-ში ვინახავთ bullet pool-იდან get მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩაყრილ bullets ამოგიღებს. ხო, ეს არის create bullet, რომელიც ერთხელ უკვე preloads უკეთებს სცენაში, ეს ყველა ვარიანტში დაგჭირდება, ამის გარშე bullet-ი უბრალოდ სცენაში არ გამოჩნდება და არ ჩაიტვირთება. on destroy-ზე dispose არის ეგეთი, ასე ვთქვათ, მეთოდი, რომელიც bullet pooling-ში რაც აქტიურია ყველა პროცესს შეაჩერებს. იდეაში სულ ეს არის, ახალი ინიციალიზაცია სცენაში bullet-ების რეალურად აღარ მიწევს. Object pooling-ი აკეთებს ამ ყველაფერს. იგივე მაქვს enemy spawn-ზე, enemy-ების pools ვქნი, მოდით ამასაც გაჩვენებთ. ეხლა გავააქტიურებ მე spawn point და spawn point-ი არის სადღაც აი აქ. თუ დააკვირდებით ახლა რაღაც დროის ინტერვალში ეს enemy-ები spawn-დებიან ოღონდ. აი აქ რო დააკვირდეთ, ანუ პირველ ჩატვირთვას აკეთებენ და მერე უბრალოდ აი ეს სტატიკური ჩდება და როგორც ტყვიებზე იყოს set აქტივები უკეთდება. ეხლა ყველა აქტიური, იმიტომ რომ ერთი ჯარისკაცი ვერ შევძელი მოკლა და ამაში ის დასრულების სტეპი ჯერ არ მაქვს გაკეთებული. და იგივე პრინციპი აქაც. enemy pool-ი, შემდეგ enemy pool-ის ობიექტი, აქედან თითო enemy-ს იღებ, enemy spawn-ზე shooting-ის პრინციპია იდეაში, ინიციალიზაციას უკეთებ ერთხელ და destroy-ზე აკეთებ dispose. თუ გინდათ basic მაგალითი object pooling-ის, Unity-ის დოკუმენტაციის საიტზე უბრალოდ object pooling-ის გაყოფილებაში გადადით და basic ასე ვთქვათ object pooling-ის კოდს აი აქ ნახავთ. შემდეგი რასაც განვიხილავთ, იდეაში ეს ყველაზე მარტივი გასაკეთებელია, ალბათ 10 წამი დამჭირდება რომ გაჩვენოთ, მაგრამ საკმაოდ დიდ შედეგს იძლევა და ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას. ეს არის animation culling მოდი და მოდით აქ რომ ბევრი აღარ გავაგრძელო, პირდაპირ screen-ზე გაჩვენებთ რა ხდება. Animator culling მოდი აქ კოდის ფრაგმენტია მოცემული, მაგრამ იდეაში თუ რაღაც custom ჩარევა არ დაგჭირდათ ანიმაციაში, კოდი საერთოდ არ იქნება საჭირო. და მოდით ნახოთ რა არის ეს animation culling მოდი. როცა თამაში გვაქვს ანიმაცია და მნიშვნელობა არ აქვს ეს რა ანიმაცია იქნება, პირობითად ავიღოთ ქარაქტერის სიარული. მომენტი, როცა ეს ქარაქტერი არის სცენის, უпростоრად კამერის render view-ს მიღმა, აი ჩათვალეთ, აი ახლა ესე უყურებ თამაშს, აქ მოდის რაღაც პერსონაჟი და გავიხედე აქეთ. რეალურად ამ პერსონაჟის ანიმაცია მაინც მუშაობს. მაშინ ისმის კითხვა, რატომ უნდა მუშაობდეს ანიმაცია, ან საერთოდ რამე, როცა არ ვხედებ, ანუ ტყუილად ვხარჯავ hardware-ის მონაცემებს. ამიტომ მარტივი ლოგიკით პასუხი იქნება ის, რომ როცა იმ ობიექტს არ უყურებ, რაც ანიმირებს, მისი ანიმაცია გაიჩოს. ასე ხომ დავზოგავ ამ პროცესებს და უფრო მეტი პერფორმანსი მექნება და როცა შევხედავ, გააგრძელოს ანიმაციის გაკეთება. და ესაა ამის მთელი იდეოლოგია და მუღამი, აი მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი ქარაქტერის ანიმაცია და აი აქ გვაქვს ანიმატორის კომპონენტი, რითაც იდეაში ანიმაციებს აკეთებთ და აი აქ უბრალოდ უნდა დააყენოთ call update transform. Always animate ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გაიხედოთ, თლად რომ დაიმალოს და 900-ით გავიდეს ქარაქტერი ანიმაციას მაინც გააკეთებს და შემდეგი არის call update transform-ი, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რაც წეგან მისაუბრე, ანუ ანიმაციას გააკეთებს, როცა ხედვის არეალშია, როგორც კი კამერის იქეთ გავა, მისი ანიმაცია შეჩერდება, რაც ასევე გაგიზრდით FPS, იმიტომ რომ როგორც იცით, ანიმაციები საკმაოდ ააგდებს FPS. რა თქმა უნდა, ანიმაციაზე უამრავი ალგორითმი და დეტალი არითაც ოპტიმიზაციის მიღწევა შეიძლება და FPS-ის გაზრდა, მაგრამ ამ კონკრეტულ ვიდეოში როგორც თქვი, მხოლოდ კრიტიკულებზე
და Unbound-ზე ვსაუბრობ, რაც ყველა ვარიანტში უნდა დავიცვათ. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ მეტ მოწონებას დააგროვებს ვიდეო, შემდეგ ალგორითმებსაც უფრო ღრმად განვიხილავ. კარგი, ახლა გადავალთ ბოლო ტექნიკაზე, რომელიც დაბუსტავს თქვენს FPS და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანზე, ეს არის Mesh Combine და ეს არის მეთოდი, რომელსაც ბევრი დამწყები დეველოპერი არ აკვირდება, განსაკუთრებით environment-ის აწყობის დროს და მოდით ვნახოთ თუ რაშია საქმე. კარგი, მისთვის რომ Mesh Combine-ის ასე ვთქვათ, მაგალითი გაჩვენოთ, სატესტო სცენა გავაკეთე. და ვნახოთ საერთოდ ახლა რას წარმოადგენს ეს ყველაფერი. ჩავთვალოთ რომ ეს არის ჩვენი გარემო, ჩვენი მაპი, ეს არის სახლები, ხეები, bla და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში გვაქვს კუბები. როგორც ხედავთ, გვაქვს ერთი parent empty, ასე ვთქვათ, game object-ი და ეს თითოეული კუბი არის game object-ი, რომელსაც ქვია wall და რა თქმა უნდა თითოეული საერთო კონტროლი შემიძლია. ხშირ შემთხვევაში, როცა Unity asset store-დან ყიდულობთ ასეტებს და იწერთ, არის აი ესეთ ფორმატში, მაგალითად, აღვიქვათ, რომ ეს არის ერთი კედელი, მაგრამ ეს კედელი შედგება აი ესე დანაწევრებული game ობიექტებისგან და ჩვენ რეალურად gameplay-ში ამათი დამოუკიდებელი არსებობა არ გვჭირდება, იმიტომ რომ არც ამის განცალკევებას ვაპირებთ, არც ამაზე რამე манипуляციას რეალურად გვჭირდება მხოლოდ ეს ერთი კედელი. და დეველოპერებს გადმოაქვთ ხოლმე აი ესე დასვავენ, მიუხედავად იმისა, რომ ესენი დამოუკიდებლად, ანუ აი ესე იყიდებენ უბრალოდ ერთ parent-ს გაუკეთებენ და მორჩა, რეალურად კედელი გვაქვს. მაგრამ რაშია საქმე? გარდა იმისა, რომ კედელი გვაქვს, ჩვენ თითოეული ობიექტისთვის ცალკე draw call-ი გამოვიწვიეთ Unity-ში. და ამის შემოწმება შეგვიძლია შემდეგნაირად. აი აქ სტატები რომ ჩამოვშალოთ, რეალურად ეხა ჩვენ გვიჩვენებს batch 12-ს. რაც ნიშნავს იმას, რომ თენის ჩატვირთვისაც გაკეთდა 12 draw call-ი. Draw call-ი არის რეალურად სცენაში რა ობიექტი შეიქმნება, ეს იქნება უბი, ხე ან ნებისმიერ რამე, კეთდება თითო draw call-ი, რომ დაიხატოს სცენაში. და ამ შემთხვევაში ეს გვაქვს 12-ზე, რაც უფრო მეტია batch-ი, ანუ draw call-ები, მით უფრო მძიმეა თქვენი თამაში და FPS-ი შენარჩუნება რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ environment-ში შედეგი არ შეიცვალოს და batch-ების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმდე დავიყვანოთ. ამისთვის გვჭირდება Mesh Combine და Mesh Combine აკეთებს რას? რომ აი ამ wall-ებს რაც დამოუკიდებლად არ გვჭირდება, ერთ mesh-ი combine-ს უკეთებს და უბრალოდ ერთს prefab-ად აქცევს. და ნუ ამისთვის Unity asset store-ზე არის ფასიანი სკრიპტებიც და უფასო სკრიპტებიც, მაგრამ რაღაცები რო გადმოვწერე, პრობლემები შემექმნა, ნუ შემდეგ ბილდი არ გაკეთდა თამაშის, იმიტომ რომ ერორებს ისვრიდა, რაღაცები პოზიციებს უსვრიდა. ამიტომ ერთი დღე მოვიცალე, უბრალოდ დავჯექი და ერთი საერთო სკრიპტი გავაკეთე, რომელიც ასევე reusable არის და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, mesh combine პრინციპისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. პირველი რაც უნდა გქონდეს, asset, ანუ root folder-ში, editor-ში გვჭირდება აი ეს სკრიპტი, mesh combiner editor-ი, რომელიც გამოიყურება აი ესე ძალიან მარტივი სკრიპტია და შემდეგი არის უკვე ჩემი სკრიპტი, ეს არის Mesh Combiner, სადაც უკვე დეტალური კონფიგურაცია მაქვს თუ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, გაკეთდეს Mesh Combine-ი. ანუ რეალურად ამ სკრიპტის core არის აღებული asset store-დან, რასაც პრობლემები ქონდა და ის პრობლემები აქვს გამოსწორებული, ნუ როგორც წეღან თქვი, პოზიციების პრობლემები იყო, როცა Mesh Combine-ებს აკეთებდი, scale-ს გიცვლიდა და ნუ მე ხელით გასწორება მარაზმი იყო. ამიტომ რაღაც პრობლემები გამოვასწორე, ოდნავ დავხვეწე და მოდით ნახოთ ახლა როგორ უნდა ავამუშავოთ. მოკლედ, parent, ასე ვთქვათ, prefab-ი რაც არის, აი ამას მოვასელექტებთ და დავამატებთ Mesh Combiner scripts, Mesh Combiners, ოღონდ Mesh Combiners და არა Mesh Combine editors, ნუ იდეაში Mesh Combiner editors ვერ დავამატებთ, სხვა კლასია. Mesh Combiner scripts ვამატებთ და ეს Mesh Combiner script-ი ავტომატურად დაამატებს Mesh filters და Mesh renderers, იმიტომ რომ როცა ამ ყველაფერის destroy მოხდება, შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ჩაიმერჯოს ერთს, ასე ვთქვათ, Mesh renderer-ში და ნუ სადღაც უნდა დაიხატოს ამ შემთხვევაში parent-ზე. და ნუ შემდეგ ეს ხელით რო არ მოგიწიოთ ამათი ჩამატება, რაც მნიშვნელოვანია სკრიპტის დამატების დროს, სკრიპტი ავტომატურად შექმნის ამ ორ კომპონენტს. და რა ხდება, ნუ აქ გვაქვს option-ები, რომელიც ცოტა ჩემ თამაშში აბურგებული, მაგრამ შეგიძლიათ ესენი დაიგნოროთ, თავის საქმეს მაინც გააკეთებს. ერთს იმას გეტყვით, რომ folder path-ში მიუთითებთ დირექტორია, სადაც ნუ ეს ახალი და combinable mesh ცალკე გაიგეთებთ, ასევე mesh filter to skip აქ რასაც ჩაყრით, რა mesh-ებსაც იმას დასკიპავს და combine-ს არ გაუკეთებს, ნუ არ ვიცი ეს რატომ უნდა დაგჭირდეთ, მაგრამ ეს option-ი მაინც გავაკეთე და უბრალოდ combine and destroy children-ს დააწვევით. პირველ რიგში კონსოლში გავაგზავნე შეტყობინება, რომ ყველაფერი კარგად ჩაიარა, დაჟე ახალი wall prefab-ი შეიქმნა, როგორც ხედავთ, children-ები დადიზეიბლებულია და შეგვიძლია წავშალოთ აი ესენი, ერთად აღარ აიხა საჭირო. დამოუკიდებლად ეს აღარ გვაქვს, იერსახე და ვიზუალი შენარჩუნდა და უკვე ერთ mesh-ში გვაქვს, შეგვიძლია ესე ვამოძრავოთ.
და მთავარი მუღამი რაცა აქ იყო მგონი 17.7 აღარ მახსოვს უკვე 4-ზე ჩამოვიდა ბეჩი ანუ დროქოლები შემცირდა და როგორც ხედავთ ერთი ცალი ობიექტი გვაქვს იგივე სახით. ყელი გამიშრა იმდენი ვისაუბრე. ნუ მოკლედ ამით ეს ვიდეო დასრულებულია. იმედია დაგეხმარათ ჩემი ეს ვიდეო. თუ მოგწონთ ეს ფორმატი, შეგიძლიათ დალაიქოთ ვიდეო და საკმარისი ლაიქების რაოდენობა თუ ექნება, გავაკეთებ შემდეგ ნაწილებს, რადგან უამრავი ალგორითმები და ტექნიკები არსებობს კიდევ იმისთვის, რომ ასე თქვა თქვენი თამაში იყოს უფრო სწრაფი და ქონდეს უფრო დიდი პერფორმანსი. და ხო თქვენთან იყო ჯორჯ სოფტი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში.